მოგესალმებით ყველას. თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაავადება დააროხთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა. როგორ მოვკლათ დედამთილი. მოვკლათ, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში და აქ არავის ფიზიკურ ან ნებისმიერი სახის დაზიანებაზე საუბარი ზედმეტია. უბრალოდ როგორ გავანეიტრალოთ ქალებს შორის ქიშპი, ისეთი როგორიც არის რძალ დედამთილის მუდმივი კონფლიქტი და დაპირისპირება იმ ერთადერთისთვის, რომლისთვისაც ერთი შვილია, ერთ მხარეს შვილი დგას და მეორე მხარეს ქმარი. მოდი ჯერ ვნახოთ ამ დასტაზე, როგორი ორი ტიპის დედოფალი მოვიდა. ანუ ვინ მოვიდა ჩემ გაშლაზე და როგორი ტიპის ქალბატონებისთვის იქნება ეს გაშლა. ნახოთ. სხვათა შორის ეს დასტა შემთხვევით არ შემირჩევია. ეს არის Animal Tarot, ანუ ცხოველთა ტარო და იდეაში ეს დაპირისპირება რაღაც მომენტში შეიძლება რაღაცნაირად ცხოველურ ინსტინქტებსაც დავუკავშიროთ. პირველი არკანი მოვიდა უმაღლესი ქურუმი. ნახეთ როგორი ბრძენი ქურუმი აქვს თეთრი ბუსახით ამ დასტაზე. ეშმაკი და რვიანი ხმლები. ამ გაშლის სახელწოდება პრინციპში მე შემთხვევით ალბათ არ შემირჩევია. როგორც ჩანს, იმიტომ რომ აქ მთლად სწორი ინფორმაციული ველი არ მოდის. ხმლების დედოფალი მოვიდა რძლების მხარეს. აი ესეთი აქაც ბუარი ოღონდ გაცილებით კაცრი და შეუვალი. ნახოთ დედამთილების მხარეს როგორი დედოფალი მოვა. აქ ძალიან ბევრთან სხვათა შორის ყოფილ დედამთილებზე იქნება სიტუაცია, რომლებსაც აბრალებთ თქვენი ურთიერთობის ჩაშლას ძალიან ბევრი ადამიანი. ან დაპაუზებას ან ასე შემდეგ. დედამთილი გვემალება. მოვიდა კვერთხების დედოფალი, ლეოპარდი. დაუნდობელი მონადირე, პრინციპში. ძალიან სხარტი და სწრაფი. ნახოთ. მოკლედ, აქეთ მხარეს გვაქვს რძლების არკანი, აქეთ მხარეს გვაქვს დედამთილების. ნახოთ ახლა რა სიტუაცია იდეაში კი გითხრა ტარო, მაგრამ მაინც ნახოთ რა სიტუაციაა თქვენს შორის ახლა. რა ენერგიებში ხართ? თავად კვერთხების მეფე მოვიდა. ვის გამოც გაიმართა მთელი ეს ბრძოლის ველი. ვაუ, პენტაკლების მეფე და 10-იანი თასები. და 4-იანი კვერთხები, ოჯახის ენერგია, ამოტრიალებული მნიშვნელობით, 4-იანი ხმლები. ნახეთ როგორი განგმირული და დაჩაგრული წავს ის ადამიანი, ვისთვისაც იბრძვით და 8-იანი კვერთხები. სიტუაცია აქ, რასაც ახლა მე ვუყურებ, შეიძლება ვთქვათ, რომ აქ იბრძვის ორი მსგავსი ენერგიის მქონე ქალი, მსგავსი და არაიდენტური, იმიტომ რომ ხმლებისა და კვერთხების დედოფლის ენერგიები, კიდე მინდა რომ კარგად შეგახედოთ ამ არკანებს, ძალიან გავს ენერგეტიკულად ერთმანეთს. უბრალოდ, კვერთხების ენერგია არის გაცილებით ესეთი, ანუ სწრაფი და
აი რაღაც მომენტს რო ელოდება, ელოდება და აი მომენტში ჩაიჭერს რაღაცას და აი იმ მომენტში გამოიყენებს თავის სასარგებლოდ, ასე რომ ვთქვათ, სიტუაციას. ეს არის დედამთილის ენერგია, ხმლების დედოფლის ენერგია. მე არ ვიტყოდი, რომ აქ თქვენ საერთოდ ბუდიშამსტვას და მამა აბრამის ბატკნები ბრძანდებით, არავითარ შემთხვევაში. აქ არის სიტუაცია უბრალოდ, როდესაც თქვენ კარგად გიმუშავებთ ენისსა და პირის ღრუს აპარატი და ასევე გონებაც საკმაოდ მახვილგონივრულად აზროვნებთ და შესაბამისად თუ ამ ადამიანისგან გრძნობთ თავდასხმას არ აკლებთ თავდაცვას. ანუ ერთს მეტყვის, ორს მეტყვი, ორს მეტყვის, ოთხს მეტყვი და ასე შემდეგ. აი ესეთი სიტუაცია აქ. ესეთი ენერგიის ქალები იბრძვით ერთმანეთის საწინააღმდეგოდ კონკრეტულად ერთი ადამიანისთვის. სრულიად საინტერესოა აქ ის დამთხვევას ვერ დავარქმევ, ნუ ჩემს გაშლებში დამთხვევები ფაქტობრივად არ არსებობს და არა მხოლოდ ჩემს გაშლებში, მე წამს უბრალოდ ასე. აქ არის კვერთხების მეფის ენერგია და პენტაკლების მეფის ენერგია. სიტუაცია, როდესაც ოჯახური ანუ იდილია, ასე რომ ვთქვათ, რომელიც შექმნეს კვერთხების მეფემ და ხმლების დედოფალმა დაანგრია ნაწილობრივ აი ამ დაანგრია რას ვამბობ? დაანგრეული შეიძლება აქ არ არის სიტუაცია, მაგრამ აქ არის აი ოჯახურ სტრუქტურაში, აი იმ ჩარჩოში, სადაც ორი ადამიანის ადგილია მხოლოდ შემოჭრა. და ეს შემოჭრა, აი ეს რაღაცა აი ამ ბარიერზე, აი ამ ზღვარზე გადახტომა, ხო? თქვენი პირადი სივრცის დარღვევად აღიქვით თქვენ უკვე როგორც რძლებმა. ამან რა გამოიწვია? ამან გამოიწვია გაუცხოვება თქვენსა და მეუღლეს შორის, ამან გამოიწვია მამაკაცის ენერგეტიკული ვიბრაციების ვარდნა, იმიტომ რომ მამაკაცები როგორც წესი ვერ იტანენ კონფლიქტებს და აუცილებლად გაურბიან ყველა დაძაბულ სიტუაციას, მათთვის ეს რაღაცა სიმყუდრო, სიმშვიდე და ოჯახური თუნდაც მოჩვენებითი, ეს არის ძალიან საინტერესო ხოლმე, თუნდაც მოჩვენებითი იდილია, კი მისაღებია, ოღონდ არავინ არაფერზე პრობლემა არ გამოთქვას, რაღაცა არ დააფიქსიროს გარკვეული ტიპის უკმაყოფილება და ასე შემდეგ. აი ეს არის მოკლედ სიტუაცია, თუ ეს გაშლა, თუ ეს მოცემულობა თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას მიესადაგა, მაგ შემთხვევაში ეს გაშლა არის თქვენი, სხვა შემთხვევაში ეს გაშლა თქვენი არ არის. ვნახოთ ახლა როგორ უნდა გავანეიტრალოთ ის მოცემულობა, რაც თქვენსა და თქვენს დედამთილს შორის არსებობს და რაზეც თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პირადი საზღვრები ილახება. ეს გაშლა მხოლოდ რძლებისთვის არ არის, არ მინდა რომ ეს ასე იყოს, აქ თუ მისმენენ არსებული ან მომავალი დედამთილებიც, თქვენი ასაკის გათვალისწინებით და თქვენი ასაკისადმი, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კარგი იქნება თუ მაინც მოისმენთ და იქნებ თქვენთვისაც საჭირო ინფორმაცია აიღოთ და წაიღოთ ამ გაშლიდან. ნახოთ, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, როგორ უნდა მოკვდეს დედამთილი, როგორც საერთი რაღაც დედამთილი და მივიღოთ ოჯახის სრულფასოვანი კეთილგონიერი წევრი, რომელიც არ აზიანებს არც საკუთარ შვილს, არც საკუთარი შვილის პირად სივრცეს არ ანგრევს და არ არღვევს და იმსახურებს პირიქით უდიდეს პატივისცემას თავისი არსებობისთვის. რვიანი პირდაპირ არკანი ძალა მოვიდა აქ. მე ვიტყოდი იმას, რომ აი აქაც ორი ენერგია არკან ძალაში, ნახეთ, გოგონა და აი ამ ხელა მაქცია, რომელიც იბრძვის თითქოს ამ მაქციის წინააღმდეგ. რეალობაში ამ დასტაში ხა ეს არის საშინელებათა დასტა და ასია გამოსახული, მაგრამ ეს შეიძლება აღვიქვათ იმათ, რომ თქვენ შესაძლოა რძლებს ვესაუბრებთ ამ შემთხვევაში ვერ აფასებდეთ სათანადოდ თქვენს მოწინააღმდეგეს. ეს იდეურად აქაც ჩანს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ დახვეწილი ლეოპარდი ყავს, აქ გარეგნულად მშვიდი, აბსოლუტურად უწყინარი და ამ დროს აქვს საოცრად დიდი
ტკბილები და ბრჭყალები, რომელიც საჭირო დროს შეიძლება თქვენგან იმდენად სწრაფად და ესე როგორც შეაფასოთ, იმდენად სწრაფად გაგანეიტრალოთ. აი აქ არის ეს სიტუაცია, ხო? ეს სიტუაცია, აი 4-იანი კვერთხები, აქაც არ მოდის ეს დასტა, ნახეთ, აქაც ოჯახის ენერგია, აი აქაც ეს ორი ადამიანი ერთად მოდის დასტის ბოლოს და 7-იანი პენტაკლები. აი თვალები, დედამთილის მხარეს. ანუ ეს თვალები რა არის? ეს არის აი დაკვირვება, შეფასება, განსჯა, რამდენად კარგად უვლის ჩემს შვილს, რამდენად კარგად კლებავს, რამდენად კარგად აცმევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემი ნალოლიავები ძე სწორ ხელში აღმოჩნდა თუ არა. ეს არის. ნახოთ, როგორ უნდა გაანეიტრალოთ აი ეს რაღაცნაირი დაძაბული ფონი. აქ ბევრთან გადათამაშდება ისე, რომ შეიძლება ფუძის სახლიდანაც კი ხართ წამოსულები, აქ ცოლი და ქმარი. 8-იანი კვერთხები. 3-იანი კვერთხები და არკანი მაგი. არ მithქვამს მე აქ შემთხვევით, რა თქმა უნდა ეს ყველასთან ესე არ იქნება, მაგრამ სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ აქ მაგიური ბრძოლა მიმდინარეობს ნამდვილად რძალსა და დედამთილს შორის, რომელსაც არ ვიცი რა გითხრათ. ეს სიმართლე გითხრა ამ გაშლას ასე მძიმედ, ამ გაშლის ასე მძიმედ განვითარებას ნამდვილად არ მოველოდი. ვიქნები გულწრფელი თქვენთან. რა სამწუხარო ფაქტია ამ დროს. ნახე როგორ უნდა განეიტრალდეს. ფურუმი ქალი ის. ნახეთ რა, მაგიურ ჩარევაზე ვსაუბრობ და პირდაპირ ამოდის ის არკანები, რომელიც უშუალოდ პასუხს აგებს. ნახეთ რა მხოლოდ თვალის ენერგია აქვს. შაბაში. დააკვირდით. სამწუხარო ამბავია. მოდი სხვა დასტას გამოვიყენებ. ნუ რა თქმა უნდა, აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველასთან არ განმეორდება. მაგრამ ძალიან მძიმე ენერგიები მოდის აქ, აი ძალიან და ნამდვილად არ მინდოდა ეს გაშლა რომ ესეთი ყოფილიყო. სამწუხაროდ. ვინ ვის ებრძვის მაგიური მეთოდებით რძალი დედამთის თუ დედამთილის ძალს ეს ყველა თქვენ სიტუაციას მოარგეთ, მაგრამ ფაქტს ვერ გადავალთ. თასების დედოფალი, არკანი იეროფანტი, არკანი 6-იანი კვერთხები. როგორ უნდა ებრძოლოთ ამ სიტუაციას და პირველ რიგში ეს არის ემოციური სტაბილურობა. არავითარ მით უმეტეს თუ აქ არ ვსაუბრობთ მაგიურ ჩარევაზე, აქ აუცილებლად გჭირდება ემოციური წონასწორობის დაცვა და მახვილგონივრული, კეთილგანწყობილი და კეთილგონივრული განსჯილი, შეფასებული, დაწონილი ნაბიჯების განხორციელება. ეს არის რაღაცნაირი უკვე დაპირისპირება, როდესაც სხვა შემთხვევაში ვერ გირჩევთ ღია კონფლიქტში შესვლას. ანუ ჯერ ისეც ღია კონფლიქტში ოჯახურ სივრცეში ურთიერთობა ხო ძალიან რთული და წარმოუდგენელია, მაგრამ აი აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ, რომ აუცილებლად უნდა დაიცვათ წონასწორობა ემოციური. ამავე დროს აქ ძალიან კარგია თუ დაუშვათ ილოცებთ, იმიტომ რომ ივლით ტაძარში, იქნებით უფრო მეტად მიმტევებლები, უფრო მეტად რაღაცა ღვთიური უპირობო სიყვარულით განიმსჭვალებით,
ყველაფრის მიმართ ნახეთ და აი ამ სიტუაციას გადააბარებთ სამყაროს. თქვენით არ ეცდებით რაღაცეების მოგვარებას. აი ადამიანი ის მეუღლე, შვილი, ასე რომ ვთქვათ, აგერ კი ხედავთ როგორ ორად არის გაჭრილი თავი, აგერ არის ფეხები, აგერ არის. ანუ ესეთია სიტუაცია, არჩევანი ზოგადად მე ჩემი პირადი აზრია, რომ არც ერთი ჭკვიანი ქალი არჩევანს არ დააყენებს ასე რომ ან მე ან დედა. არავითარ შემთხვევაში. თქვენს საკუთარ თავზე იკითხეთ ეს ყოველთვის და იქიდან გამომდინარე დასვით მე ეს კითხვა დაუშვათ საპირისპირო სქესთან. არა, აქ ამას მნიშვნელობა ქმარი იქნება, შეყვარებული იქნება, რაღაც პარტნიორი იქნება თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ როგორც კი საკითხი ფიგურირებს ასე, მე ან ის, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ერთი რომელიმე მხარე ადრე თუ გვიან დაიწყებს თამაშის განსხვავებული წესების შემოტანას ურთიერთობაში. და მე დედების მხარესაც მინდა იგივე ვთქვა, რომ ან მე, ან ცოლი, ან მე, ან შეყვარებული. ანუ არ არის ეს ზრდასრული და მოაზროვნე ძალიან უკაცრავად ამ სიტყვაზე მართლა მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ეს არის ეგოიზმით მართული პროცესი, როცა ადამიანს ვაყენებ არჩევანის წინაშე, მაშინ როცა მე შემიძლია რომ რაღაცნაირად ერთ სივრცეში გამოვნახო იმისი შინაგანი ძალა, რომ ერთ სივრცეში ვიცხოვროთ ორმა ადამიანმა. აი აქ სამყარო გირჩევთ აუცილებლად, აი სულ ოჯახის ენერგიები მოდის აქ მეგობრებო, 10-იანი პოინტი. აი სულ გირჩევთ იმას, რომ შინაგანი წონასწორობა. აი თასების მეფე და თასების დედოფალი მოდის და ნახეთ როგორი ისეთი ემოციურად სტაბილურები არიან. აი თითქოს მედიტირებენ, თითქოს ლოცულობენ, თითქოს რაღაცა შინაგან საყრდენს ფლობენ და ამ საყრდენზე აკეთებენ ზუსტად აქცენტს, ხო? აი ეს არის ეს სიტუაცია, აი აქ განდეგილი არის ძალიან ბრძენი ადამიანი. სამყაროს რას გირჩევთ? სამყარო გირჩევთ იმას, რომ არ აყვეთ არავითარ შემთხვევაში ემოციურ манипуляციებს და პირიქით თქვენ რომელიც усმენთ, ახლა არ ვიცი ეს რძალია თუ დედამთილი ვინც აქ მისმენს, მაგრამ რეალურად ორივე თქვენგანს გთხოვთ კეთილგონიერებას და აი რაღაცა ამ დასტამ რაც გვითხრა, იმ არასწორი თავიდანვე არასწორი ბრძოლის დასრულებას. კიდე მინდა რამდენიმე არკანი რომ ამოვიღო, კიდე რას გირჩევთ? არკანი ორიანი თასები. ეს არის სიყვარულის ენერგია. ეს არის სიყვარულის ენერგიით განკურნება, ეს არის მიტევება, ეს არის მიტევება. აი ხანდახან სოციალურ ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან კონსულტაციაზე და აი მე ვაპატიე და ამ დროს იმხელა ბოღმა აქვთ გულში დატეული, რომ ეს არ არის ხალხო პატიება. ის რომ ადამიანს რაღაცას არ ეუბნები, ამ დროს უსურვებ შინაგანად, მთელი ენერგეტიკით უგზავნი რაღაცა საშინელ ბოღმას, ეგ პატიება არ არის. პატიება არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უშვებ შენი სივრციდან. შეიძლება მისი ქცევა არ არის შენთვის მისაღები, მაგრამ არ უსურვებ არაფერს, არც კარგს, არც ცუდს, უბრალოდ უშვებ შენი სივრციდან. ამას გეუბნებათ ზუსტად აქ სამყარო, რომ აუცილებელია საკუთარ თავში გამონახოთ ძალა და აი ეს მორევივით ემოციური მდგომარეობა, რომელიც გითხრევთ და გიწამლავთ სულს, გულს, ცხოვრების ხარისხს გართმევთ, გიქვეითებთ და ხოლმე და ამაზე აკეთებთ აქცენტს, რომ როგორ დაინახოთ უბედურად ის მეორე ადამიანი, ვინც თქვენი კონკურენტია, ხო და აღიქვამთ კონკურენტად. აი ამას შეეშვით და ნახეთ როგორი კარგი ენერგიები მოდის აქ. აი აქაც იგივე ეს მეუბნება პრინციპში. და ასტარო არის აქ მოცემულობა, როდესაც აი თითქოს ჩანაფიქრი არის ის, რომ აი უნდა გავაგდო ჩემი სივრციდან, უნდა წავიყვანო. ამ დროს რეალურად წყვილი ერთმანეთისთვის შექმნილი ენერგიით არის წარმოდგენილი და ისურვებით, რომ რაღაცნაირად მოგეძებნათ საკუთარ თავში ძალა, რომ დაასრულოთ ომი
სადაც არ არსებობს მოგებული და წაგებული, ნამდვილად არ არსებობს და უბრალოდ იცხოვროთ სიყვარულში, ჰარმონიაში და ბედნიერებაში. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა, სიმართლე გითხრათ, აი ძალიან დავითრგუნე რაღაცნაირად. მაგრამ რას ვიზავთ? არსებობს რეალობა, რომელსაც ხანდახან თვალი უნდა გავუსწოროთ და მხოლოდ ეს თვალის გასწორების შემდეგ ჩანს ხოლმე ჭეშმარიტი გამოსავალი ამ ყველაფრიდან. გისურვებთ ბედნიერ დღეს, მშვიდობას და სულის სიმშვიდეს. მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად. დროებით.